ის უკვე აშანტაჟებს ადამიანებს, რომ შენ თუ ფულს არ გადამიხდი, ან თუ რაღაცა სარგებელს არ ვნახავ, მაშინ მე დავწერ ამას რაღაცას და ძალაუფლება იგრძნო. ავტორი მოკვდა, კითხველი ხდება, თავარი, მხოლოდ წაკითხვას არ გულისხმობ. აბა რა მოხდა, ეხლა გავაანალიზო. ჩვენ უკვე დავასრულეთ ეს პოსტმოდერნიზმის ეპოქა, პანდემიის პერიოდიდან და შემდეგ უკვე უკრაინა-რუსეთის ომიდან დაწყებული ეს ყველაფერი შეიცვალა. ანუ აღარ არსებობს უკვე ესეთი ფერადი სამყარო აღარ გვაქვს. სატირა შეიძლება იყოს დემოკრატიული საზოგადოების ინდიკატორი? პოლიტიკური და სოციალური ძვრებისთვის იყო განსაზღვრული. ყველა ჟანრს აქვს თავისი თემატური ბირთვი. ბიოლოგიური მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ რაღაც ემოციების გამომუშავება ადამიანს ცოცხლად აგზნობინებს თავს. რომელი ჟანრია ყველაზე პოპულარული თანამედროვე სამყაროში და რა განაპირობებს მის პოპულარობას? მიღმა სამყაროს ეძებენ ადამიანები. ჟანრი რომ ადამიანი იყოს, როგორი იქნებოდა? ვაიმე. იფიქრეთ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ან უსმენთ პოდკასტ ლიტგურუ. ამ პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, ვცდილობთ რომ იყოს შემეცნებითი და ვეხმაროთ ადამიანებს საკუთარი თავის უკეთესად შეცნობაში, ამისთვის კი ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ ლიტერატურას. ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურულ ჟანრებზე, მის არსზე, ფუნქციაზე და ანატომიაზე და ამ ყველაფერში ბატონი გაგა დამეხმარება. ორიოდე სიტყვით თქვენს თავს წარბუდგენ საზოგადოებას. გაგა ლომიძე არის ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და რედაქტორი, პროფესორია ასოცირებული ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და ასევე ლიტერატურის თეორიის და კომპარავისტიკის განყოფილების ხელმძღვანელია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. ბატონო გაგა, რომ გვიამბოთ, რა საქმიანობთ ამჟამად და ასევე კარგი იქნება თუ შევეხებით იმ პერიოდს, როცა თქვენ იყავით ლიტერატურული ასოციაციის პრეზიდენტი 2012-2020 წლებში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ამჟამად მუშაობ რამდენიმე, ერთ რაღაცაზე არ მუშაობ. მუშაობ წიგნის თარგმანზე, რომელიც ეხება ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა მიმდინარეობას, ლიტერატურაში ზოგადად სხვადასხვა მიმდინარეობას, ლიტერატურული ტექსტების ანალიზის. ეს არის ბრიტანელი ავტორი, რომელიც საკმაოდ ცხადად აანალიზებს სხვადასხვა მიმდინარეობას და რაც მთავარია, ამ ყველაფერს მოყვება თავის ტექსტები საანალიზოთ, რაც უფრო უადვილებს სტუდენტებს და არა მხოლოდ სტუდენტებს გაერკვნენ ამა თუ იმ მიმდინარეობის არში, რომელიც ხშირად ბუნდოვანია ხოლმე. არ მიკვირს. ვაკეთებთ ჟანრების კრებულს, სადაც ჩემი წვლილი იქნება სათავგადასავლო, სამოგზაურო უკაცრავად, სამოგზაურო ჟანრის ტექსტებზე ვისაუბრებ, ჯერჯერობით მუშაობის პროცესში ვარ და ამავე დროს კიდევ რაღაცა დანარჩენი წვრილმანები. ანუ რეალურად ის რომ დღეს ჟანრებზე ვსაუბრობთ, შემთხვევითობა სულაც არ არის. შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი იყავით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდში უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეთ, რომ გაიხსენოთ ცხოვრების ეს ეპიზოდი. ძალიან საკმაოდ ბევრი იყო, შეიძლება რაღაცა გამომჩეს კიდეც, მაგრამ იყო საერთაშორისო პროექტები, ძირითადად ეს იყო ფორუმების ორგანიზება, ეს იყო ასევე კრებულების მომზადება და ერთ-ერთი კიდევ რაც მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ეს იყო ლიტერატურათმცოდნეობითი პრემიების, ასე ვთქვათ, გაცემა, როცა დაარსდა გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია ლიტერატურათმცოდნეობაში შეტანილი წვლილისთვის. ეს 4 წელიწადში ერთხელ გაიცემა ხოლმე და აი აქ რამდენჯერ გავეცით უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა უკვე მალე იქნება კიდევ შემდეგი. ძალიან საინტერესოა.
ყოველთვის უკმარისობის განცდა გვაქვს ჩემი აზრით მწერლებს, მთარგმნელებს და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომ თითქოს სათანადო ყურადღება არ ექცევა ჩვენს სფეროს და ახლა როცა თუნდაც ეს სიახლე შევიტყვე, მე არ ვიცოდი ამ ჯილდოს შესახებ, მიმაჩნია რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაშ გადავიდეთ ჟანრებზე. მე ბევრი ვიფიქრე შეკითხვებზე. მინდოდა რომ ჟანრი არასტანდარტულად დაგვენახებინა ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის. და პირველი კითხვა ასეთია. რა არის ლიტერატურული ჟანრი და რატომ ვყოფთ ლიტერატურას ჟანრებად? ანუ ეს აკადემიური ინსტრუმენტია თუ რაღაც უფრო სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს? ვფიქრობ, რომ ჯერთი ჟანრები იყოფა, ვთქვათ, სიუჟეტების, თემების, ამ რაღაცა გარკვეული მახასიათებლების მიხედვით და შემდეგ დიფერენცირდება ჟანრები. ცხადია, ჟანრები კითხველის პოზიციიდან ეს არის ის, რომ ჩვენ კითხველმა წინასწარ იცის უკვე თუ რა ჟანრიდან გამომდინარე რა ელოდება მას. და აქედან გამომდინარე, ვისაც არ აინტერესებს თქვათ იგავები, მაგალითად არ წაიკითხავს იგავს. და რაც შეეხება აკადემიურობას, აკადემიურობა ერთი მხრივ, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო დიდი შინაარსის მატარებელი უნდა იყოს ნებისმიერი კვლევა ან დიფერენცირება, რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ, ასე ვთქვათ, დასკვნებამდე მიგვიყვანს და ეს დაახლოებით რო შევადაროთ, არ ვიცი ახლა რამდენად კარგი შედარება იქნება, მაგრამ რომ ვთქვათ, ზუსტი მეცნიერებებიდან ვიღაცამ რომ მიკრობი შეისწავლოს, ვთქვათ, და ეს მიკრობის თავისებურებების არაფერს არ მოგცემს, თუკი ჩვენ ამას გარკვეულ ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში არ გამოვიყენებთ და მოვიხმართ, ხო? და ჟანრებიც აქედან გამომდინარე, შეგვიძლია უფრო ფართო კონტექსტში გავიაზროთ, როგორც გარკვეული ეპოქისთვის დამახასიათებელი და ეპოქისთვის დამახასიათებელი, აზროვნება თავისთავად და ეს აზროვნება, რომელიც ქმნის შემდეგ კულტურას და ყველაფერ დანარჩენს. სხვათა შორის რამდენიმე კითხვა, რაც მინდოდა დამესვა უკვე თქვენს პასუხში გაჟღერდა, მაგრამ შეიძლება კიდევ მიგაბრუნოთ ერთი-ორთან. კი ბატონო. თქვენი აზრით, რომელი ჟანრია ყველაზე პოპულარული თანამედროვე სამყაროში და რა განაპირობებს მის პოპულარულობას? პოპულარული ჟანრი ყველაზე ალბათ არის რაღაცა ის სერიული, რაღაც საგების მაგვარი ლიტერატურა, რომელიც უცნაურია, რომ დღეს თქვათ უფრო ნაკლები დრო არის დიდტანიანი წიგნების კითხვისთვის, თუმცა ამის მიუხედავად ეს ჟანრი პოპულარულია. გულისხმობ რაღაც ჰარი პოტერის ტიპის ტექსტები. მე ძალიან მიყვარს ჰარი პოტერს და ვიждები. კი, შედევრია ნამდვილად, უდავოდ. თან ამ როულინგმა დაანგრია ეს მითი, რომ ვთქვათ, ქალი მწერალი არ შეიძლება იყოს რაღაც გამორჩეული. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია. მეორე მხრივ ეს არის თრილერი, რომელიც გარკვეულწილად ალბათ ადამიანს ხელს უწყობს, რომ გაექცეს რაღაც სინამდვილეს და არ ვიცი, წმინდად, ასე ვთქვათ, ბიოლოგიური მნიშვნელობაც შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ რაღაც ემოციების გამომუშავება ადამიანს ცოცხლად აგზნობინებს თავს და ეს საჭირო არის. და ვფიქრობ, ასევე დოკუმენტური ჟანრიც გახდა პოპულარული, რადგანაც ჩვენ უკვე დავასრულეთ ეს პოსტმოდერნიზმის ეპოქა, აღარ არის უკვე აშკარად განსაკუთრებით ალბათ პანდემიის პერიოდიდან, შეიძლება უფრო ადრეც დაიწყო ჩანასახების სახით, მაგრამ პანდემიის პერიოდიდან და შემდეგ უკვე უკრაინა-რუსეთის ომიდან დაწყებული ეს ყველაფერი შეიცვალა. ანუ აღარ არსებობს უკვე ესეთი ფერადი სამყარო, აღარ გვაქვს შავ-თეთრი და აქედან გამომდინარე დოკუმენტურიც რეალურ ცხოვრებას და უკვე ამიერიდან ალბათ ტექსტებიც უფრო მეტად იქნება რეალისტური, ესე პროგნოზირებ, არ ვიცი ნახოთ. ანუ თუ სწორად გავიგე, ნატურალიზმი აქტიურდება და ბრუნდება. ნატურალიზმი ეს ხო უკიდურესი რეალიზმია. მთლად ნატურალიზმი არა, ვგულისხმობ გარკვეული მოდიფიკაციებით, იმიტომ რომ ერთმანეთს არასოდეს არ იმეორებს, თუმცა
თუ კი ვისაუბრებთ ამაზე, ან დღევანდელი პოდკასტის განმავლობაში, ალბათ როგორ იცვლებოდა რაღაცა ქანქარასებური პრინციპით იცვლება ეს პარადიგმები, ან ეპისტემე, რაც გვინდა დავარქვათ. ხო, ეს შეხედულებათა სისტემა, როგორ იცვლება ერთი ეპოქიდან მეორეში, მეორედან რაღაც თითქოს თავის თავს უბრუნდება, ოღონდ მოდიფიცირებული სახით. და ამჟამად უკვე აქტუალური, უკვე კარგახანია პრინციპში, მაგრამ აი დღეს კიდევ განსაკუთრებით აქტუალურია, რომ სოციოპოლიტიკური ადამიანის ცხოვრებას რაც ეხება, ესეთი ადამიანის უფლებებს რაც ეხება, ეს საკითხები ძალიან აქტუალური იყო და ახლა განსაკუთრებით გახდება. ალბათ ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ინდივიდის როლი იზრდება. თავად ვაცნობიერებთ ჩვენს მნიშვნელობას საზოგადოებაში, თუ ადრე აღვქვამდით მხოლოდ მასის ნაწილად საკუთარ თავს, ახლა ვიცით რომ ცალკეული ინდივიდიც ვართ და ამისთვის ვიღწვით და ვშრომობთ. თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს ლიტერატურულ ჟანრს? სიუჟეტი, სტილი, თემატიკა თუ მათი კომბინაცია? ყველაფერი ერთად ალბათ და თითოეული კომპონენტი შემდეგ იშლება, თქვათ იგივე სტილი, შეიძლება ენა იყოს, შეიძლება და აქედან გამომდინარე ამ ყველას კომბინაციის მეშვეობით უკვე დიფერენცირდება თითოეულ ჟანრად. ისე თქვენი საყვარელი ჟანრი რომელია? ჰარი პოტერი რადგანაც ახსენეთ, შესაძლოა ფენტეზი გიყვართ. ფენტეზიც მიყვარს, მაგრამ ყველაზე ესეთი უფრო მეტად რისი დროც მაქვს ხოლმე პოეზია მიყვარს ძალიან და უბრალოდ იშვიათია კარგი ლექსები, მაგრამ არის. მაგას პროზაზეც ამბობენ, რომ იშვიათია კარგი თანამედროვე ავტორიო და დარწმუნებული იყავით ძალიან გული ვთქვამს ერნესტ და პოეტებს. არა, ვფიქრობ, რომ პროზის მხრივ უფრო, ან პოეზიის მხრივ უფრო პირადად მე და ალბათ ბევრი უფრო მომთხოვნია, რადგანაც გაირკვა რომ არ მხოლოდ საქართველოში, ყველა ქვეყანაში, ნუ ჩვენთან განსაკუთრებით, რომ ყველას გონია რომ ვინც რაღაცა რითმავს რაღაცას, ეს პოეტია, მაგრამ ასულაც არ არის აუცილებელი რომ გარითმული ლექსი, ნუ რასაკვირველი უნდა შეეძლოს პოეტს ეგეც, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი პოეზია სხვა რამეა წესით და არა მხოლოდ ჩვენთან, ყველა ვინც წერს, თურმე აი ამას წინათ ვკითხულობდი, რომ ამერიკაშიც აბსოლუტურად იგივეა, რომ რაღაცა პერიოდი სტუდენტებს აქვთ ეს გატაცება, რომ ლექსებს წერენ და მერე ნუ 1-2 შემორჩება, რომლებიც რეალურად კარგი პოეტები არიან. თქვენ თუ წერდით ლექსებს? არა. კარგი რა არის. კარგი. ჟანრებს დავუბრუნდეთ. როგორ გონიათ, ჟანრი ავტორს შეზღუდვას უწესებს, გზას აძლევს, თუ პირიქით რეალიზების საშუალება ეძლევა მას? შეზღუდვა გარკვეულწილად შეიძლება კარგია, იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა, როცა ადამიანი რაღაცაზე მუშაობს, მას რაღაცა სქემა აქვს და ამ სქემიდან რა თქმა უნდა ხანდახან გადის. თუმცა ყოველი ესე იგი ნოვაცია, რაც და ყოველი ნოვატორი, ვინც ამა თუ იმ ეპოქაში იყო, ამ ჟანრის ფარგლებს რასაკვირველი არ ღვევდა და ამით იყო ნოვატორული, თქვათ, ვინც პირველად დაწერა, თქვათ, ლექსი პროზად, ან ვინც პირველად დაარღვია, თქვათ, სასვენი ნიშნების სისტემა და ასე შემდეგ. ან ეს ყველაფერი ნოვაცია, იმიტომ რომ ეს გარდამავალ ხანაში განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე ამაზე დაკვირვება, იმიტომ რომ ან ზოგი ვთქვათ აზრობრივად ცვლის ამ ვთქვათ დამოკიდებულებას, მაგალითად ვაჟა-ფშაველა, რო ახლა უცებ გამახსენდა ვაჟა-ფშაველა, ნუ ბევრი შეიძლება გავიხსენოს ეს მომიჯნავე პერიოდის ავტორები. ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელში, მაგალითად, როდესაც ხო ითვლება რომ ვაჟა არის რეალიზმის წარმომადგენელი, მაგრამ ვაჟასთან უკვე ამ გველის მჭამელში ჩნდება თემა და პოზიცია და პერსპექტივა, როდესაც
ირღვევა თვალით დანახული სამყარო, ის სხვა სამყაროს ხედავს. და ეს ნიშნავს, რომ უკვე მიღმური სამყარო შემოდის და ჩვენ არ ვიცით რამდენად რეალურია ეს, რასაც რეალურად ვხედავთ, შეიძლება ის უფრო მართალია. ყოველ შემთხვევაში კონფლიქტი ხდება ამ ორ სამყაროს შორის და ეს უკვე მოასწავლებს, რომ იწყება მოდერნიზმის ხანა. ძალიან საინტერესოა. ჩვენ მოდერნიზმს აუცილებლად დავუბრუნდებით და არა მარტო მოდერნიზმს. ჩვენ განვიხილეთ კითხველისთვის რა არის ჟანრი, ასევე განვიხილეთ მწერალისთვის რა არის ჟანრი და იბადება ლოგიკური კითხვა. რეალურად ჟანრი რომელს უფრო სჭირდება? მწერალს თუ მკითხველს? ორივეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მწერალს რომ რაღაცა ჩარჩოების ფარგლებში, ასე ვთქვათ, იმოძრაოს, ან დაარღვიოს თუნდაც და მკითხველს მხოლოდ იმისთვის, რომ რას ელოდოს, წინასწარი მოლოდინი ქონდეს რაღაცის, ხო? იმიტომ თუ დეტექტივს კითხულობს, ის განეწყობა ამისთვის. იმიტომ რომ ხშირია, ვთქვათ, იმედგაცრუება, როდესაც რაღაცას კითხულობს ადამიანი და ბოლომდე ჩემ შემთხვევაში ერთი წიგნი მახსენდება, რომელიც ვერ წავიკითხე და არც ვაპირებ რომ წავიკითხო. რა წიგნია? ომი და მშვიდობა. ვაიმე, მართლა არ ველოდი. არა, საშინელება იყო ჩემთვის, ძალიან უინტერესო იყო. საინტერესოა თვითონ ეს რაღაცა ფაქტი. ელემენტების გარეთ უინტერესო იყო, ხო, რაღაც ეს არ ნიშნავს არაფერს, ახლა იმ კაცსაც არაფერს არ დააკლებს, მაგრამ მე არ დამაინტერესა. თუ კი კონკრეტულად სამუშაოსთვის გჭირდება, რასაკვირველია, ჯობია რომ წავიკითხოთ. ხო, იმიტომ რომ აუცილებელი არ არის, ვთქვათ, თუ კი გარკვეულ ეპოქაზე ვმუშაობთ ჩვენ, ეს ამ ეპოქაზე მუშაობისას ჩვენ გჭირდება არა მხოლოდ რაღაცა ეს მაგისტრალური ხაზის ლიტერატურა, რაც აღიარებულია და ვთქვათ, იგივე ან კლასიკათან მიახლოებულად ითვლება, ან საკითხავ რაღაცა კანონში შედის, არამედ რაც პირიქით განზია, იმიტომ რომ ეპოქის წასაკითხად გაცილებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის ტექსტები, რომლებიც იმ კონკრეტულ დროს არ არის, ვთქვათ, შეფასებული. შეიძლება ღირებულიც ესე მხატვრული თვალსაზრისით არ იყოს, მაგრამ ეგ უფრო მნიშვნელოვანია, მე მგონი, ყოველ შემთხვევაში საერთო სურათის და ეს ტენდენციების აზროვნების როგორ ვითარდება. ისე მხატვრული ღირებულება ვახსენეთ და რას ძენს ტექსტს მხატვრულ ღირებულებას? ძალიან ბევრი კომპონენტია გააჩნია ტექსტს, ახლა თუ პოეზია, ეს ჩემი აზრით არის მეტაფორების სიმრავლე, იმიტომ რომ მეტაფორები ისეთი რაღაცაა, რაც ადამიანს აბრუნებს რაღაც თითქოს ისტორიამდელ ხანაში, როცა საგნებს და მოვლენებს აღიქვამს პირველად და რაღაც სახელდებას აკეთებს და აი ამ მსგავსებების მოხელთების უნარი არის პოეზია ჩემი აზრით და ეგ ძალიან ცოტა შეუძლია და კარგია რომ ალბათ ცოტა შეუძლია. და პროზას რაც შეეხება, აქ ბევრი კომპონენტი არის ალბათ, სიუჟეტის აგების. მე უფრო მეტად მიყვარს ეს ამბავი, ახლა ამ ბოლო პერიოდში, თუმცა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროზაიკოსი ბორხესია, იმის მიუხედავად, რომ ბორხესთან არ არის ეს სიუჟეტები არ გვაქვს, მაგრამ მაინც ამბები მირჩევნია ხოლმე, როდესაც ამბებს ყვებიან და რა ვიცი, რუშდი მაგალითად ან თქვათ სამხრეთ ამერიკული მაგიური რეალიზმი, ხო, აი ეს სიუჟეტის აგება და ასევე მოულოდნელობის ელემენტები. მოულოდნელი ფინალიც ასევე ძალიან კარგია, როდესაც მკითხველი მოლოდინი ცრუდება და სრულიად სხვანაირად მთავრდება. ან ბევრი, თქვათ, ბევრი დასასრულის წარმოდგენა შეიძლება, ხო? და ეს ძალიან ღირებულია ჩემი აზრით. კი ბატონო. შეიძლება თუ არა რომ ჟანრს ჰქონდეს სტრუქტურა, ერთგვარი ეტაპები, რომელსაც ყველა ვარიანტში გადიხარ მწერალთან და ტექსტთან ერთად და ეს გიქმნის რაღაც მოლოდინს, აი დეტექტივი ვახსენეთ, ყოველთვის დეტექტივი იწყება დანაშაულით, პირობითად მკვლელობით და მე ვიცი რომ ბოლოში ეს მკვლელობა გაიხსნება. კლასიკური ჟანრის კლასიკური ნიმუშების შემთხვევაში ესე ხდება ხოლმე. იმიტომ რომ გარკვეული სტრუქტურა არის და ამ სტრუქტურას ემორჩილება. თუმცა უფრო საინტერესოა, როდესაც ამ სტრუქტურის ფარგლებიდან გადის ავტორი
და უქტოვებს ისე, რა ქვია, ასე ვთქვათ. აბა რა მოხდა ახლა გავაანალიზო. ხო, და ბევრი ერთგვაროვანი შეკითხვა როდესაც არ არის. როგორც ვთქვათ, რინოს კეაკუდა გავასთან უსიერთყეში, სადაც ბევრი ვერსია გვაქვს და არც ერთი არ ვიცით რომელია მართალი, ხო? აქ არც არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა. ჟანრი საკუთარ თავში თემატურ ბირთვს ყველა ვარიანტში ატარებს, აი მაგალითს მოვიყვან და მიხვდებით რას გულისხმობ. დისტოპიას როცა ვკითხულობ, ვიცი რომ ეს რაღაც ავტორიტატულ რეჟიმზე იქნება და იმაზე პიროვნება როგორ ისრისება ამ ყველაფერში და საზოგადოება რა დეგრადაციასაც განიცდის. აი ყველა ჟანრს აქვს თავისი თემატური ბირთვი? ვფიქრობ, რომ კი. ყველა ჟანრს აქვს თავისი თემატური ბირთვი, ის რითაც ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ ესე თუ ის ჟანრი, ან მივაკუთვნოთ ამა თუ იმ ჟანრს და ეს კვლევის უფრო მკვლევარებისთვის არის მნიშვნელოვანი ალბათ ვიდრე მკითხველისთვის. როგორ მოქმედებს კონკრეტულ ჟანრზე ენა? პირობითად, როცა ფენტეზის ვკითხულობთ, უფრო არქაული ენობრივი ქსოვილია. ენაც ბევრად განსაზღვრავს რასაკვირველია, იმიტომ რომ ენაც სტილის ერთ-ერთი ნიშანია, ხო? და როდესაც თქვათ იგივე ფენტეზის ვკითხულობთ, ან იგივე რაღაც გოთიკურ რომანს, აქ ყოველთვის რაღაც ენის თავისებურება მნიშვნელოვანია. ბოლომდე უთქმელობა რაღაცების აი სასპენსი რო იყოს ესეც მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ვთქვათ, სხვა ტიპის, ვთქვათ, სატირულ რომანებში კიდევ მისთვის დამახასიათებელი ენა. ასე რომ, და ამ ენას რაც შეეხება, მნიშვნელოვანია უბრალოდ კიდევ რაც ხშირ შემთხვევაში ჭირს განსაკუთრებით შეიძლება თარგმანებში, ოღონდ ბოლო დროს ვეღარ ვიტყვი იგივეს, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრია ესეთი, იგივე ქართული ტექსტებიც და იგივე თარგმანებიც, სადაც ვთქვათ, ყველა პერსონაჟი მეტყველებს ავტორის, ანუ ავტორი რა ენითაც მეტყველებს, ანუ ცუდია ჩემი აზრით. ირღვევა ბალანსი. და არა დამაჯერებელია და რაღა აზრი აქვს მაშინ იყოს მონოლოგის რეჟიმში მთელი რომანი, ხო? სხვათა შორის მაგისი ძალიან მეშინია, ახლა მესამე წიგნზე ვმუშაობ და შევატყვე, რომ პერსონაჟები ერთმანეთის გავლენის ქვეშ ექცევიან, იმიტომ რომ ყავთ ლიდერი და ამ ლიდერს ყველა ბაძავს, მაგრამ მიბაძის გვერდითი მოვლენა ის არის, რომ მასავით ლაპარაკს იწყებენ და ისე მეშინია ზუსტად მაგ მომენტის, რომ მკითხველმა არ ჩათვალოს, რომ უბრალოდ ვერ შევძელი ავთენტურობა დამეჭირა პერსონაჟების და ისე გამოვიდა, რომ ყველა ერთნაირად ვალაპარაკე. აი რას მირჩევთ, როგორ მოვახერხო, რომ თან მიზანს მივაღწიო და თან ეს შთაბეჭდილება არ დავტოვო? ვფიქრობ, რომ თითოეული პერსონაჟის ტყავში უნდა იცხოვროთ. რთულია, მაგრამ სამუშაო პროცესია, ამის გარეშე არაფერი არ არის. ანუ რეალურად თუ მე ამ ყველაფერს განვიცდი, მკითხველი იგრძნობს ამას ტექსტიდან. აუცილებლად, კი. ნებისმიერი თუნდაც ჩვეულებრივი ტექსტი იყოს და იყოს თქვათ, რა ვიცი, საგაზეთო სტატია, ჩვენ უნდა გვესმოდეს ხმა. თუ ეს ხმა გვესმის და მისი ინტონაცია, თქვათ, რა ინტონაციითაც საუბრობს, ავტორი რო ისაუბროს და არა ტექსტური სახით იყოს, მაშინ უკვე პლუს თან აზროვნებაც, იმიტომ რომ რას გაიფიქრებს ის პერსონაჟი, შეიძლება სხვა პერსონაჟმა იგივე არ გაიფიქროს და ამიტომ ეგ განსხვავება თვალსაჩინო იქნება, მართალია. მინდა რა თხრობის სიჩქარეს და რიტმიკას, რიტმს შევეხოთ. სხვადასხვა ჟანრს ლოგიკურად ალბათ ეს სიჩქარე და თხრობის რიტმიც სხვადასხვანაირი აქვს. აი ამ მიმართულებით რო ჩავშალოთ ჟანრი. ცხადია, იმიტომ რომ თქვათ, სადაც სასპენსი არის საჭირო, იქ უფრო მონტაჟის ტექნიკა გამოიყენება, თუმცა მონტაჟის ტექნიკა საკმაოდ გვიანდელი ფენომენია, როცა ვთქვათ, ან თრილერებში, ან რაღაც აი ამ ტიპის ლიტერატურაში არის ზუსტად ეს მონტაჟის ტექნიკა. როდესაც ჩვენ გვინდა რომ სწრაფად, იმიტომ რომ თქვათ, რაღაც შემთხვევაში ახლა ეს მონტაჟი კიდევ ცოტა შორს რო წავიდეთ, ლესინგს აქვს ეგეთი შედარება, თქვათ, სახვითი ხელოვნების და ლიტერატურის. თქვათ, სახვით ხელოვნებაში ის რაც
თქვათ ბატალური სცენა შეუძლია წარმოადგინოს ერთი ნახვით და ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერს, ხო, მაგრამ ლიტერატურას არ აქვს ეს ფუფუნება, რომ ხა ესე თუ გაწელა, მაშინ ეს დინამიკა დაირღვევა, ხო? თქვათ ტროას ომის ამბებს ვერ წავიკითხავთ ესე, ხო? ესე გაწელილად და დეტალებში. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება რაღაცა პატარა მინიშნებები და მონტაჟი და აი ამ მონტაჟის საშუალებით უკვე ტემპი ჩქარდება. არქეტიპული პერსონაჟები თუ არსებობენ, რომელსაც ჟანრში ვხვდებით, აი პირობითად ეხა გამახსენდა ისევ ფენტეზისკენ მივდივარ, ჯადოქარი, მოხუცი, რომელიც რეალურად სულიერი ლიდერია, გაძლევს მინიშნებებს და აი ამ ეპიკურ ისტორიას უფრო სიღრმისეულს ხდის. სასიყვარულო ისტორიებში არის ხოლმე პროტაგონისტი, რომელიც გაურბის სიყვარულს, მაგრამ საბოლოო ჯამში მახეში ებმება. აი, რამდენად ხშირია არქეტიპების გამოყენება ლიტერატურულ ჟანრებში? ცხადია, მან ხშირ შემთხვევაში თუ კი განვიხილავთ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვან ტექსტებს, სადაც სიუჟეტი გვაქვს, რა თქმა უნდა, აი ამ ტექსტებში ყველგან არის რაღაცა ჩონჩხი, რომელიც პრაქტიკულად მეორდება. იმიტომ რომ არსებობს ესეთი წიგნებიც იყო ეს ფრანგი მკვლევარი, თუ არ ვცდები, ჟორჟ პოლტი, რომელმაც რაღაც ბევრი ტექსტი შეისწავლა და იქიდან გამოყო რაღაც უმცირესი ელემენტები, რომლებიც საერთო ჰქონდათ, თქვათ, სხვა ტექსტს, მაგალითად, აი რაც თქვათ ვეფხისტყაოსანში გვაქვს, ეგეთი ამბავი შეიძლება სხვაგანაც იყოს. ანუ ესეთი მცირე ელემენტებზე თუ ვისაუბრებთ, რაც შემდეგ უკვე ვლადიმერ პროპი იყო ესეთი მკვლევარი, რომელსაც აქვს ეს შემუშავებული რაღაცა თქვათ ეს მიკრო ელემენტები ტექსტის აგები, სადაც არის თქვათ ვიღაცა მიდის რაღაცის საძებნელად, იმას უმეგობრდება ვიღაც, იმის საშუალებით გამოიხსნის თქვათ ამ შეყვარებულს ამ შემთხვევაში. ვიღაცას ღალატობენ. კი. და ეს რაღაცა ეს მეორდება და არ არსებობს. ძალიან ბევრი არ არის რაღაც დათულადია ერთი სიტყვით. კარგია, ესე იგი კვლევას ამარტივებს. ემოციურ ტონალობას შეუძლებელია არ შევეხოთ. ალბათ ჟანრს აქვს თავისი ემოციური ტონალობა, საშინელებათა ჟანრში ეს ჰორორის განცდა, ზაფრი, დაცაბულობა, თქვათ სასიყვარულოში მოლოდინი, იმედი, თქვენი აზრით ეს ლაიტმოტივია, ჟანრს აუცილებლად აქვს ემოციური ლაიტმოტივი? კი, რადგანაც ემოციური მხარე მნიშვნელოვანია მკითხველისთვის, ხო? იმიტომ რომ მკითხველი ემოციის გარეშე უბრალოდ გადადებს წიგნს, ხო? და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტად იწვევს ამა თუ იმ ემოციას ტექსტი, მით მეტად ითრევს მკითხველს ამ თავის ქსელში, ასე ვთქვათ. თავის სამყაროში. ახლა მინდა ღრმა წარსულში გადავინაცვლოთ და პირველი კითხვა ასეთი იქნება. შეიძლება თუ არა, რომ ჟანრის ისტორია ერთგვარად ასახავდეს კაცობრიობის ევოლუციას და მათ შორის აზროვნების ევოლუციას? ცხადია. მე მგონი დასაწყისში ყოველ შემთხვევაში შევეცადე მაგას მიმენიშნებინა, რომ რადგანაც ჟანრის განვითარების საფეხურები, ესა თუ ის ჟანრი როდის არის აქტუალური, დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტენდენციები არის აზროვნებაში, თქვათ რაღაც სააზროვნო სისტემა როგორია ამა თუ იმ ეპოქაში, ხო? იგივე ვთქვათ, თუ კი ძალიან შორს წავალთ ეპოსის პერიოდში, ჰომეროსი, ხო? ჰომეროსი, ან და ეპოსიც იმ პერიოდში ჩნდება, როდესაც აზროვნება არის კოლექტიური. ანუ შეკითხვები არ ჩნდება დიდად, ხო? იმიტომ რომ თქვათ ეპოსის შემთხვევაში გვაქვს რაღაცა მოცემულობა და ეს სამყარო არის მშვენიერი და ადამიანს არ აქვს იმის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში აი ამ სისტემიდან გამომდინარე, რომ რაღაც ცვლილება შეიტანოს მასში, შეკითხვები არ უჩნდება და ამიტომაც არის რისთვისაც შემდეგ ჰომეროსს აკრიტიკებდა იგივე პლატონი, რომ თქვათ და ზოგადად რატომაც დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ თქვათ როგორ შეიძლება რომ
თქვათ ესე უსამართლოდ იქცეოდნენ ღმერთები, თქვათ ერთისთვის კარგი იყოს, მეორესთვის ცუდი. ისევე როგორც თქვათ, როგორ შეიძლება, თქვათ უკვე ყოფაში, თქვათ როგორ შეიძლება უზენაეს ღმერთად ითვლებოდეს თქვათ ათენისთვის ათენა, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ათენა თქვათ არ იყოს სხვა ბერძნულ ტერიტორიაზე ისეთივე ძალაუფლების მქონე, ხო? თქვათ იქ სხვაგან დემეტრე იყო, დემეტრა, თქვათ სხვაგან ესე რა ქვია დიონისე და ასე შემდეგ. ანუ აქ უკვე შედარებითობა შემოდის, რადგანაც თქვათ ღმერთი, რომელსაც აქვს შედარებითი ძალაუფლება, ის არ არის ღმერთი. და აქედან ინგრევა ყველანაირი ის. მაგრამ ეს უკვე კოლექტივისტური ხანაში ეს ყველაფერი ითვლება როგორც მოწოდებული, მიღებული და ასე ვთქვათ, მონელებული. ეპოს ჩავუღრმავდებოდი კიდევ უფრო მეტად. როგორ გგონიათ, ეს იყო ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ ზეპირ სიტყვიერება წერილობით ფორმაში გადაეტანათ, თუ იყო რაღაც უფრო ღრმა, აი გაჟღერდა ჩვენს დიალოგში კოლექტიური მეხსიერება, პიროვნების ჩამოყალიბების ინსტრუმენტიც ხომ არ იყო ეპოსი? კი, რასაკვირველია, იმიტომ რომ ამბის გადაცემის ერთ-ერთი საშუალება იყო ეპოსი. ასევე იმის რომ გარკვეული რაღაცა ასე ვთქვათ სისტემა შეენარჩუნებინათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაინც ვთქვათ გარკვეულ იდეალებს ქმნიდნენ, ვთქვათ როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანი ამ ეპოსის მეშვეობით და ამიტომაც ამ ეპოსის გმირები არიან იდეალები, ან ისეთი ასე ვთქვათ ნიმუშები, რომელსაც ადამიანებმა უნდა მიბაძონ. და ესეც გადადიოდა თაობიდან თაობაზე და ასე ვთქვათ რაღაცა ნორმებს აწესებდა, როგორი უნდა იყოს ესა თუ ის ადამიანი. საზოგადოება და ადამიანი, რა თქმა უნდა. დღეს თანამედროვე სამყაროში ეპოსი როგორ ავლენს თავს, რა თქმა უნდა ის ტრანსფორმირდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ცვლილება არ განიცადა. დღეს სად და როგორ ხვდებით მას? დღეს არ ვიცი ვიდეო თამაშებში შეიძლება შეგხვდეს ეს ეპოსის ელემენტები, თუმცა ეს ყველაფერი პროფანიზებულია, რადგანაც ამ პოსტმოდერნიზმმა მოიტანა ეს პროფანიზება ყველაფრის და ამას მხოლოდ თუმცა ვერ ვიტყვი შეიძლება მხოლოდ გარკვეული შეიძლება აღზრდელობითი ფუნქციაც ჰქონდეს, რადგანაც ბავშვები თამაშობენ და ყოველ შემთხვევაში რაღაც ასაკამდე მათთვის ეს მისაბაძია სუპერგმირები, მაგრამ აქ უკვე იდეალებიც იმდენად შეიზილა ერთმანეთში, ვთქვათ ის, ვთქვათ არ ვიცი, ვთქვათ ანტიკური ხანის გმირები და შემდეგ რაღაცა ნიცშეს შემდგომი ადამიანები, რომლებისთვისაც უკვე ზეკაცია და ბოროტი და კეთილის მიღმა არის და რაღაცა ცოტა ტრანსფორმირებულია. გეთანხმებით. როცა ეპოსზე ვსაუბრობთ, ლოგიკური გაგრძელება, რომ ტრაგედიასაც შევეხოთ. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრით ტრაგედიის ჩამოყალიბება რამ განაპირობა და ასევე კარგი იქნება თუ განვიხილავთ იმას დღეს ტრაგედია რატომ აღარ არსებობს იმ სახით რა სახეც ჰქონდა უწინ. ტრაგედია მოგვეხსენება და ბევრს მოეხსენება, რომ ეს დიონისური დღესასწაულებიდან მომდინარეობს და ვთქვათ მუსიკასთან ერთად წამოვიდა, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ტრაგედია მოასწავებს უკვე ინდივიდუალურ აზროვნებას. იმიტომ თუ კი ვთქვათ ჰომეროსთან ეს შეკითხვები არ არსებობს, ტრაგედიის პერიოდში უკვე ჩნდება შეკითხვები, იმიტომ რომ პირველი არის შემორჩენილი ყოველ შემთხვევაში რაც გვაქვს, ხო, ტრაგიკოსი ავტორებიდან ეს არის ესქილე და ესქილე იყო პირველი, რომელმაც დასვა შეკითხვები. ვთქვათ, რატომ შეიძლება ისჯებოდეს ადამიანი გარკვეული რაღაცისთვის, რომელიც არ ჩაუდენია მას, ხო? და ბევრი შეკითხვა გაჩნდა და მათ შორის ერთ-ერთი რაც ადამიანს უშუალოდ ეხება, ხო? რატო შეიძლება დაისმო, რომელიც ადამიანი, რომელიც მის პერსონაჟებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ხო? და აქედან გამომდინარე პასუხიც ლოგიკურია, იმიტომ რომ ეძებს ადამიანი, ხო, რაღაცების ახსნას.
უფრო მეტად რაციონალურ ახსნას და მიდის იქამდე რომ შეიძლება ადამიანმა არ დააშავოს არაფერი თავის ცხოვრებაში, მაგრამ თუ კი მისმა წინაპრებმა ჩაიდინეს რაღაცა ცოდვა და მართლაც აღმოჩნდება რომ ჩაიდინეს თქვათ იგივე ორესტეს წინაპრებმა და ყველას წინაპრებმა რაღაცა გარკვეული ცოდვა და ეს მე ჯაჭურად მიდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცოდვას მოყვება ცოდვა, კიდევ ცოდვა და საშვილიშვილო და საშვილთაშვილო. და აქედან გამომდინარე ეს ადამიანებისთვის აი ეს მნიშვნელობა ქონდა რომ პასუხები გაეცათ, იმიტომ რომ გაჩნდა ამის მოთხოვნები, ყოველთვის ვერ იქნება ხო ერთნაირი საზოგადოება. და ამასთან ერთად ისიც რომ თქვათ ტრაგედია განწმენდა ადამიანს და საოცარია თვითონ ეს ამდენი საუკუნის წინ როგორ იყო როგორ იფიქრეს ამდენი ადამიანებმა რომ ფიქრობ რა ლიტერატურა რაც არის ლიტერატურის დანიშნულება ჩემი აზრით ადამიანები ვინც არ კითხულობენ ლიტერატურას, ოღონდ წაკითხვა ეს მხოლოდ წაკითხვას არ გულისხმობ კარგად გაგება და გაცნობიერება, თორე ახლა ეს შეიძლება რაღაცა ძალიან ბევრს კითხულობდეს ადამიანი, მაგრამ თუ კი არაფერი არ დარჩა აქედან, ხო? არაფერი ფასი არ აქვს ამას და ვინც არ კითხულობს, ფიქრობ, რომ ის უფრო ადვილად არის მიდრეკილი, თქვათ, ნეგატიური ქმედებებისკენ, ბოროტებისკენ და გონება და ხშულობა თავისთავად ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ლიტერატურას რაღაცა ისე არ ვამბობ რაღაცა განმადიდებელი პოზიციიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანს აზროვნება, აკეთილშობილებს და აქედან გამომდინარე საკუთარ თავსაც უფიქრდება და ტრაგედიაში ზუსტად ეს არის, რომ ბერძნებმა რაც მოიფიქრეს ეს კომედია და ტრაგედია ეს საოცარი ორი პერსპექტივით შეხედო ცხოვრებას, რომ ერთზე იმდენად ერთ შემთხვევაში ტრაგედიაში გულისხმობ იმდენად შეხვიდე პერსონაჟის მდგომარეობაში, რომ საკუთარ თავზე განიცადო ის რაც ყველაფერი მან განიცადა და ჩვენც თუ როცა რაღაცას ვკითხულობთ, ან უყურებთ ჩართულები ვართ. კი, ჩართულები ვართ და მასთან ერთად განვიცდით, ხო, გვავიწყდება რაღაც სინამდვილე და მეორე კომედიის პოზიცია, როდესაც რამდენად სრულყოფილი იყო ადამიანი მართლა საოცარია. მეორე, როდესაც საკუთარი ნაკლოვანებების აღმოჩენით ამ პერსონაჟებში კომედიაში ასევე ვიწმინდებით. ანუ ორმხრივი განწმენდა იყო და წარმოიდგინეთ. გენიალურია. მართლაც. შუა საუკუნეების რელიგიურ ჟანრებზე მინდა გადავიდეთ. ამ დროს ფაქტობრივად ყველაფერს თეოლოგიური სარჩული ჰქონდა. პირველი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. რა რელიგიური ჟანრები გამოიკვეთა იმ პერიოდში? ჰიმნოგრაფია, ჰაგიოგრაფია, ქადაგებები და სხვადასხვა რელიგიური ტექსტი. დიახ, და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ პროპაგანდა გაეწიათ, ასე ვთქვათ, ქრისტიანობის შესახებ. მანდ შორის მინდა რომ ესულიყავით. გავუსწრებ მაშინ და კი ბატონო. თავისთავად ეს ვთქვათ ჰაგიოგრაფია, რაც ქართველი მკითხველისთვის, ბავშვობიდან უკვე ცნობილია. ესეც ორი ტიპისაა, ხო, ერთი არის თქვა წამებები და მეორე ცხოვრებანი, ასე რომ ვთქვათ, სადაც არ ეწამება, მოწამე არ ყავს, მაგრამ სულ მახსენდება ჩემთვის მაგალითად აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ სკოლაში არავის არ უთქვამს და როდესაც ივანე ჯავახიშვილის ინტერპრეტაცია წავიკითხე უბრალოდ თუ ანალიზი, როგორ თქვა, შუშანიკის წამების და როდესაც წერს ის რომ თქვათ შუშანიკზე როგორც ქალზე, როგორც შეურაცხყოფილ ქალზე და არა როგორც მოწამეზე, აბსოლუტურად ყველაფერი ლაგდება თავის ადგილას და ნუ შემდეგ კიდევ უფრო მეტად ჩანს უკვე პროპაგანდისტული მიზანი ამ ტექსტების ამით არაფერს არ ვამბობ, ისიც არ ვაკნინებ თუ რაღაც, მაგრამ ისევე როგორც შემდეგი იყო უკვე ასევე რაღაცა რევიზიონისტული ანალიზი, როდესაც ვასილ ბარნოვის არმაზის მსხრევა წავიკითხე, სადაც აი ეს ნინოს შემოსვლაზეა საუბარი. და ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ თვითონ ნინოს ცხოვრება რაც არის, ხო, ქართული ტექსტი,
აქ გამახსენდა ხო ეს ცნობილია ეს თემა რომ რაღაცა მზედაბნელდა და მართლა მომხდარა ეს მზის დაბნელება თან მაგ დროს საქართველოში. ყველაზე უცნაური ის არის რომ ანალოგიური თქვათ ეს ასე ვთქვათ ხერხებს იყენებდნენ ეს მისიონერები ვინც ქრისტიანობაში სადაც შეხვდა. ყველა მზის დაბნელებას ელოდა დავიჯერო. აი ერთ-ერთი ინსტრუმენტი ესეც იყო, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ტექსტი ინგლისელი კოლონიზატორის ერთ-ერთის, რომელიც ყვება როგორ ჩავიდნენ ამერიკის კონტინენტზე ვირჯინია შტატში და ინდიელები იყვნენ და ნუ შეიტყვეს რაღაც საკმაოდ დიდი დღიური არის მთელი და აქ შეიტყვეს როგორ ემზადებოდნენ ისინი თქვათ ამბოხისთვის და ამათ ჰქონდათ უფრო მეტი ცოდნა ცხადე რაღაც მხრივ ამათ ჰქონდა რაღაც მხრივ იმათ ალბათ მაგრამ ცოდნა ჰქონდათ იმის შესახებ რომ მზებნელდებოდა და ამათ გააფრთხილეს რომ თუკი თქვენ ესევ დააპირებთო ღმერთი გაგიწყრებათო და მოკლედ დაგვემორჩილეთო და მოკლედ როდესაც ნახეს მართლა რომ მზედაბნელდა და მართლა ყოფილა საქართველოში პროპაგანდის სახეობა ხო ანუ ინსტრუმენტი იყო ის რომ მათ მეტი ცოდნა ჰქონდათ რაღაც მისიონერებს ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან მომზადებული იყვნენ და რაღაც ბევრი ენა იცოდნენ და არა მხოლოდ ენები ახლა ენა თავისთავად კომუნიკაციისთვის მაგრამ კიდე სხვაც ძალიან საინტერესო საკითხია და შაშლილი მქონდა საკმაოდ სიღრმისეულად, თუმცა მგონია რომ ამომწურავი პასუხი იყო. ერთს დავაკონკრეტებ. აი ყველაფერი რაც განვიხილეთ, ჟანრზე როგორ აისახა, მის ელემენტებზე, მის ფორმაზე, სიმბოლიზმზე, აი ამ ყველაფერში ხომ აისახა რეალურად ის რომ ეს იყო პროპაგანდის ინსტრუმენტი, ეს იყო პოლიტიკური გათვლა და ასე შემდეგ. კი და ეს ელემენტები რაც ვთქვათ სიმბოლოების დონეზე რაც შემოაქვთ ხო იგივე შუშანიკი რო ავიღოთ ხო ეს გელი და კრავი აი ყველაზე ესეთი საბაზისო და მარტივი ელემენტებისგან შედგებოდა რომ ადვილი გასაგები ყოფილიყო ყველასთვის და დიდი ტვინის წყლეტა არ იყო საჭირო და აქედან გამომდინარე არის მარტივად რომ მისულიყო ყველა ვთქვათ იმ რეციპიენტამდე რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. და აღქმადი რაც მთავარია. და აღქმადი ყოფილიყო, კი. დღეს, როდესაც მეტაფორულად რომ ვთქვათ, კაცობრიობა მოკლა ღმერთი, რა თქმა უნდა, რელიგიური ჟანრი შესუსტდა. თუ გახსენდებათ თანამედროვე ავტორები, ვინც ჯერ კიდევ დაინტერესებული არიან თეოლოგიური საკითხებით, თუნდაც ინტერპრეტაციებით და რას გვთავაზობენ ისინი? მართალი გითხრათ, ღირებული ესეთი არაფერი მახსენდება, შეიძლება ვცდებოდე. ყოველ შემთხვევაში იმ შემართებით, რაც თქვათ შუა საუკუნეებში იყო, ვერც იქნება ვერანაირად, იმიტომ რომ გადააზრებული და არც ვფიქრობ საერთოდ არ ვარ ათეისტი, უბრალოდ ვერ ვხვდები მე რა საჭიროა რომ ეს რაღაცა ეს გაგრძელდეს ეს რაღაცა ტრადიცია და რაღაცა რომელიღაც საუკუნეში რაღაცა მოხდა იმის მიხედვით რომ ძალიან პატივსცემ იმ ყველაფერს რაც მოხდა მაგრამ აი ეს შემდეგ უკვე რეინტერპრეტირებული მე ასე და მე 200-ჯერ უკვე და არა ის რაც ვთქვათ რასაც ვთქვათ იესო ქადაგებდა ანუ ჩვენ ინტერპრეტაციებით მივდივართ რა თქმა უნდა ბუნებრივია ბიბლიის მერე აბსოლუტურად ყველაფერი რაც დაიწერა მის ინტერპრეტაცია რასაკურველად თან ის არის რომ ეს ამის რაღაცა ესეთი რიხით მოთხოვნა რაღაც ძალიან ეს არის უკვე დამთავრდა ეგ ამბავი ანუ გონიათ რომ ამოწურულია იმიტომ რომ მით უმეტეს რომ ეს ძალაუფლებების ხელში ეს ძალიან ბოროტ ინსტრუმენტად გამოიყენება ყოველთვის ეგრე იყო და დღესაც განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში რომელიც განვითარების დონე დაბალია რენესანსი აღორძინების ეპოქა როცა მრავალი ჟანრი დაიბადა და მინდა რომ ცოტ-ცოტა ყველა ჟანრს დავუთმოთ დრო დავიწყოთ ესეთი
ეს ჩამოყალიბება ამ პერიოდში თან ძალიან ლოგიკურია, თან ძალიან პარადოქსულია, იმიტომ რომ თითქოს ენა პოეტურია, ვსაუბრობთ უფალზე, ვსაუბრობთ ძალიან მაღალ მატერიებზე და ვცდილობთ რომ სიტყვა კაზმულები ვიყოთ და უეცრად შემოდის ესე, რომელიც გეუბნება რომ გვერდზე გადადე ახლა ეს სიტყვა კაზმულობა და მელაპარაკე, მოდი ლოგიკა, ცივი გონება, როგორ მოხდა, როგორ დაიბადა ეს შინაგანი მოთხოვნილება გაჩნდა იმის რომ დავიღალეთ სიტყვა კაზმულობით? რენესანსი ახასიათებს ლოგიკურობაც, უკვე აზროვნების პრიორიტეტი წამოვიდა წინა პლანზე. ცოტა წინაც წავალ მაინც მაშინ ისევ შუა საუკუნეებში, როცა ვთქვათ ეს ბევრი წმინდა მამების ტექსტები ხო, რომლებიც უამრავი იწერებოდა და იყვნენ ეს გამორჩეული მოღვაწეები, მაგრამ ეს ტექსტები იყო წინააღმდეგობრივი, იმიტომ რომ ისინი რატომღაც ცდილობდნენ ლოგიკით აეხსნათ ის, რაც ლოგიკით არ აიხსნება. ხა როგორ შეიძლება 3 და 1, ანუ 3 და 1 ესე ლოგიკურად რასაკვირველია, ხო? და ნუ აი მან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ და რაღაცა არისტოტელეს ლოგიკას იშველიებდნენ და ცდილობდნენ რომ რაღაცა ამით ვთქვათ მოეგვარებინათ ეს წინააღმდეგობები და რომ ვერ ხსნიდნენ მაგალითად ხო 3 და 1 რანაირად შეიძლება იყოს 1 ვთქვათ იგივეობრივი ისევ როგორც ვთქვათ რა ვიცი აი ვთქვათ იესო რომ ვთქვათ ერთ გან ამბობს რომ თუ მარცხენა ლოყას მარჯვენა მიუშვირეო და მე რამდენიმე გვერდის შემდეგ რომ ეს არა მშვიდობის მოფენად მოვედი არამედ ცეცხლით და მახვილით უნდა და ის თვალი ამოთხარეო ანუ წინააღმდეგობები იყო ერთი სიტყვით და შემდეგ უკვე როდესაც გამოჩნდა თომა აკვინელი გარიჟრაზე როდესაც სანამ რენესანსი დაიწყებოდა ამ ადამიანმა მოაგვარა ეს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ თქვა, რომ იესო არის როგორც ადამიანი, ასევე არის ღმერთიც. ორბუნევნება წამოწიეწე. და ასევე ეს ორბუნებოვნება არის ზუსტად ამ რენესანსის საფუძველი, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს ღვთის მოშიში, თუ როგორ თქვა, ღვთის მოსავი, მაგრამ არაფერი ადამიანური არ უნდა იყოს მისთვის უცხო და ყველაფერი შეუძლია აკეთოს, რასაკვირველი სხვა არ დააზიანოს, დანარჩენ რაც უნდა ის აკეთოს და ისიამოვნოს ამ ცხოვრებით. და აქედან მოგვარდა ეს წინააღმდეგობა, ხო? და ამასთან ერთად შემდეგ უკვე მთელი რიგი, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავიხსენებთ იგივე ლეონარდოს და ის დიდ მოღვაწეებს, რომლებიც არა მხოლოდ ქმნიან რაღაცას, არამედ აზროვნებენ და თვითონ ის თქვა ოქროს კვეთის პრინციპი, რაც თქვა ანტიკურ ხანაშიც იყო, მაგრამ აღორძინების ხანაშიც, რაც ლეონარდო ამ მეთოდით აკეთებდა და არა მხოლოდ თქვათ იგივე მიქელანჯელო და სხვაებიც და არქიტექტორებიც და არა მხოლოდ ტექსტებსაც ასე წერდნენ, ეს ნიშნავს, რომ გონება შემოდის და გონების თქვათ უპირატესობა ესესაც გულისხმობს, რაც მართალია სუბიექტურია, მაგრამ აქ ესეში არის ადამიანს უფრო თავისუფლება ეძლევა იმისი, რომ საკუთარი აზრებიც გამოთქვას, ცოტა ესეთი ანალიტიკურიც იყოს და ჟანრები უფრო მეტად არ არის ესე რაღაც ძალიან საზღვრები უფრო სწორად არ არის ძალიან მკაცრი. და ნუ მეორე მხრივ თქვათ იგივე თქვათ პიეტრო არეტინო ესეთი მოღვაწე რომელიც ნუ თქვათ პიესებიც ჰქონდა ყველაფერი ისიც ესეებით არის როგორც მონტენი და ასე შემდეგ და ისინი ამას უკვე იყენებენ შანტაჟისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ცნობილი ადამიანია, მის სიტყვას მნიშვნელობა აქვს და ის უკვე აშანტაჟებს ადამიანებს, რომ შენ თუ ფულს არ გადამიხდი, ან თუ რაღაცა სარგებელს არ ვნახავ, მაშინ მე დავწერ ამას რაღაცას და გამოგიქვეყნე. ძალაუფლება იგრძნო. კი ბატონო, ან სიტყვას ეგეთი ძალა ქონდა იმ დროს. დღეს აქვს იგივე ძალა სიტყვას? მე მგონი აქვს კი. აქვს კი, სიტყვას აქვს ძალა და სანამ მეტყველები ვართ, მანამ ეკნება. დღესდღეობით ესე შემოიჭრა ყველგან, განსაკუთრებით ინტერნეტში, პირადი ბლოგები, მედია, ეს დესტრუქცია თუ უბრალოდ განახლებაა ესესი როგორც ჟანრის? ფიქრობ, რომ განახლება თან ეს შეიძლება გადარჩენის საშუალებაც არის, იმიტომ რომ ყველა როგორც ცოცხალი ორგანიზმი ტექსტები ცდილობენ გადარჩნენ, ხო? და თუ კი ვთქვათ, რა ვიცი, ახლა ბუნებრივ გარემოში უნდა გზნობდეს ლაღად თავს, ესე თუ ის ჟანრი ისე როგორც ადამიანი, ხო? ან ნებისმიერ რაღაცა ნივთი.
და ის თქვათ ვერ გადმოვაპორტირებთ რაღაცას უცვლელი სახით ძველი დროიდან. იმიტომ თუ ის თუ არ მოერგო მოთხოვნა თუ არ იქნა, მაშინ ის თავისთავად გაქრება და ამიტომაც ეს არის მცდელობა იმისი, რომ გადარჩეს. და დაეწიოს დროს მოვლენებს, მოთხოვნებს, რა თქმა უნდა. სატირა ვახსენეთ, სატირამ ფეხი კარგად მოიკიდა რენესანსში, ასე ვიტყოდი. როგორ გონიათ, ეს იყო უბრალოდ იუმორისტული ჟანრი თუ რეალური ძალა და ინსტრუმენტი, რომ პოლიტიკური და სოციალური ძვრები მომხდარიყო? პოლიტიკური და სოციალური ძვრებისთვის იყო განსაზღვრული, ზოგი ვიღაცის კეთილდღეობისთვისაც შესაძლოა, იმიტომ რომ ადამიანებმა იგრძნეს საკუთარი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თქვათ თუ კი წინა ეპოქებში სუბიექტურობა იმდენად არ იყო, თქვათ იგივე თვითონ მხატვრებიც კი არ აწერდნენ სახელს თავის ნამუშევრებს ადრე შუა საუკუნეებში, არ იყო ესეთი ის. შეიძლება ვიღაცას გაჩენოდა ეს სურვილი, მაგრამ ამას ფასეულობა არ ჰქონდა, მაგრამ აღორძინების ხანაში გაჩნდა ის, რომ მათი შრომა ფასდებოდა უკვე. გაჩნდა ჯერ ერთი დოვლათი, მაშინ ღარიბი იყო სამყარო. და გაჩნდა დოვლათი და ეს დოვლათის გაჩენასთან ერთად, თქვათ, როდესაც მეფე აიყვანდა თავის კარის პოეტად ვიღაცას ან თავის კარის მხატვრად, მისი სიტყვა უკვე ფასეული იყო, მისი ნამუშევარი უკვე ფასეული იყო და აქედან გამომდინარე პლუს манипуляციის საშუალებაც იყო და ეს სატირას ჯერ ერთი იდეოლოგიური თვალსაზრისით ძლიერნი ამა ქვეყნისანიც იყენებდნენ და ისინიც ვისაც გავლენა ჰქონდა თავისი შემოქმედების წყალობით. ძალიან ფაქიზი თემა. სად გადის ზღვარი ლანძღვასა და სატირას შორის? ფიქრობ ყოველთვის ჩემი აზრით რაღაცა ოქროს შუალედ, რომელიც ალბათ ძნელია, მაგრამ ეს ნიჭის დამსახურებაა. სხვა შემთხვევაში, როდესაც რაღაცა ძალიან მზედმეტი და მოჭარბებული ხდება და ზომიერება არ არის დაცული, იქ ნებისმიერი მათ შორის სატირასა და ლანძღვას შორის სხვაობაც, ის უკვე იკარგება, იმას აღარავით არის ფასეულობა არ აქვს და მგონია რომ ამას ეფექტიც აღარ აქვს დიდი, იმიტომ რომ ლანძღვა ყველაზე მარტივია და ყველა შეუძლია. ყველას შეუძლია და ილანძღებიან კიდეც. როგორ გონიათ, სატირა შეიძლება იყოს დემოკრატიული საზოგადოების ინდიკატორი? აუცილებლად კი, იმიტომ რომ სატირასთვის მზად უნდა იყოს საზოგადოება და ამისთვის ღია უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ ფიქრობ შეიძლება სატირაც არ იყოს ზოგი საზოგადოებისთვის საჭირო და პირდაპირ ითქმოდეს ეს და არა შეფარვით ან რაღაცა მხატვრულად და რაღაც ფორმებით, ესეც მგონია ცოტა უფრო შეიძლება რაღაც უფრო შეზღუდული საზოგადოების, თუმცა შედარებით თავისუფალის ვიდრე თლად რაღაცა ავტორიტარული საზოგადოებების. მაგრამ როგორც არ ვიცი, როგორც ყველა ჯანსაღ ორგანიზმს, აღარ ვიტყვი ახლა, თქვათ, ჯანსაღი ორგანიზმი როგორც სახელმწიფო და როგორც ინდივიდუალური ადამიანიც, ყველა სჭირდება რაღაცაზე მინიშნება, იმიტომ რომ შეიძლება მე ვერ ხვდებოდა რაღაცა. ოღონდ რასაკვირველი ეს არ უნდა იყოს ლანძღვა, იმიტომ რომ ლანძღვის შემთხვევაში უკვე უკურეაქცია შეიძლება ჩნდებოდეს, მაგრამ როდესაც ეს არის რაღაც სხვა ფორმით მოწოდებული, ოღონდ რჩევის სახით ან თქვათ იგივე სატირის სახით, თუმცა სატირას არ მგონია ყველგან ესე უმტკივნელოდ აღიქვან, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებებში მაინც ეს კანონი არეგულირებს ამას და ხა სატირა უნდა თუ არა, მაინც იქნება. რომანს მივადექით. ძალიან მინდოდა აქამდე მოვსულიყავით, იმიტომ რომ პირადად მე რომანებს ვწერდა. ყოველთვის მაინტერესებს მისი განვითარების ისტორია, დინამიკა და ასე შემდეგ. აზრები იყოფა იმ კითხვასთან დაკავშირებით, თუ როდის გაჩნდა რომანი. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გაჩნდა ეგვიპტეში, ზოგი მიიჩნევს, რომ არა იაპონიაში დაიბადა, უმეტესწილად თვლიან, რომ ეს მოხდა მე-17 საუკუნეში, როდესაც დონ კიხოტი შემოგთავაზა მისმა ავტორმა. თქვენი აზრით, სად იწყება რეალურად რომანის დაბადება? მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ტიპის რომანი შედარებით რაც დღეს ვიცით, მაინც არის უფრო სადღაც მე-17-18 საუკუნეში.
და უფრო მეტად შეიძლება მე-18 თქვათ იგივე დეფოს რომანები და შემდეგ, როდესაც თქვათ ძველი რომანებში თუნდაც აი ეს პერსონაჟები არიან რაღაც მაღალი ფენის წარმომადგენლები, რაღაც ესეთი უფრო რაინდები ან რაღაცა ესეთი, ხო, რაც მისაბაძია და შემდეგ უკვე ამ როდესაც კითხვა ხელმისაწვდომი გახდა უფრო ფართო მასებისთვის და საშუალო ფენისთვის პირველ რიგში პერსონაჟებიც საშუალო ფენის იყო, იმიტომ რომ საშუალო ფენა უფრო მეტია სამყაროში ვიდრე ზედაფენა. და უფრო საინტერესო იყო თქვათ საკუთარი ამბების ან საკუთარი თქვათ ჩემნაირი ადამიანების ამბები უფრო მაინტერესებს ვიდრე სხვანაირი ადამიანების. და აქედან გამომდინარე ამ საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ პერსონაჟები და მათი ისტორიები იყო. თავდაპირველად ეს იყო უფრო მეტად თითქოს მოგზაურობა და განმანათლებლობასაც უკავშირდება, რადგან განმანათლებლობა როგორც ჩანს ჩათვალა, რომ რომანი კარგი ინსტრუმენტი იყო პროპაგანდისტვის, ისევ და ისევ, იმიტომ რომ ყველას პროპაგანდა აწუხებს მაინც საბოლოო ჯამში. და თავისი იდეების გავრცელება, ასე რომ ვთქვათ, რბილად. და ვთქვათ, დეფოს რომანი ზუსტად ეს არის, რომ განმანათლებლურ იდეებს, ვთქვათ, როგორ შეიძლება რაღაც უკაცრიელ კუნძულზე იდეალური სამყარო შექმნა და შემდეგ რაღაცა ეს კონტრარგუმენტი უკვე სვიფტის, როდესაც პირიქით რაღაც ეს ყველაფერი სატირა არის რეალურად, ხო, მისი რომანი გულივერი და მაგრამ აქაც საშუალო ადამიანია, მუდმივად არის ამ საშუალო ადამიანზე, თქვათ, აპელირება, რომ თქვათ, გულივერი შუათანაშვილი იყო, ასევე შუათანად ესე იგი ცოლიც შუათანაშვილი იყო და რაღაცა მუდმივად ამ საშუალოობაზე არის. და ამ საშუალო ადამიანის როლი და ფუნქცია ამ სამყაროში, როგორ უნდა იპოვოს თავისი ადგილი ამ საშუალო ადამიანმა და ამას ემსახურება ეს ყველა შემდეგ პერიოდშიც უკვე. თლად მე-20-ში უკვე ცოტა უკვე ეს რაღაც მარგინალური საზოგადოების წარმომადგენლები ჩამოდიან, მაგრამ რეალურად მაგეთ მივდივართ, სწორედ რა გზა გაიარა რომანმა, როგორ მივიდა მე-19-მე-20 საუკუნის ლიტერატურამდე, რეალურად მე ძალიან მწვავე პოლიტიკური სიტუაცია იყო, დაიწყო ომი, ფაქტობრივად ადამიანმა დაკარგა სამშობლო, დაკარგა კუთვნილების განცდა და ეს ყველაფერი შეუძლებელია არასახული იყო წიგნებში და რომანებში. კი, აი როგორც თქვი, უფრო მეტად ჯერ საგანმანათლებლო იყო, რაღაცა გარკვეულ იდეალებს უსახავდნენ და ხშირი ამიტომაც მოგზაურობები, ხო, დეფო ახსენეთ, შემდეგ უკვე სენტიმენტალური რომანი, როცა ლორენს ტერნი წერს თავის რომანებს და ვთქვათ, შთაბეჭდილება, როგორ აი ახალ სამყაროში რო შედის ადამიანი, როგორ აღიქვამს ამ სამყაროს და ეს უკვე საინტერესო იყო იმ დროინდელი მკითხველისთვის, მაგრამ შემდეგ უკვე რომანტიზმის ხანაში, როდესაც მე-19 საუკუნე მოვიდა, აქ უკვე ეს იდეალები და უფრო მეტად დაცინის ობიექტია, როგორც დაცინის ობიექტი არის დონ კიხოტი თავის დროზე. ხო, იმიტომ რომ ეს იდეალები აღარ მუშაობს და ამ შემთხვევაში უკვე რომანტიზმის ხანაში რომანი უფრო მეორე პლანზე გადადის და უფრო მეტად პოეზია გვაქვს, ხო, მაგრამ რომანი გვაქვს, თქვათ, ეს გოთიკური რომანი, მერი შელის და ასე შემდეგ, ხო, სადაც ეს ჰორორი შემოდის, პირველი ერთ-ერთი ესეთი ნიმუშები მანდ გვაქვს, რადგანაც მანდ უკვე მიღმა სამყაროს ეძებენ ადამიანები, იმიტომ რომ ამ სამყაროს გარდა არსებობს რაღაც პარალელური სამყაროც. და შემდეგ უკვე მე-19-ის შემდეგ, როდესაც ესეც გადაისინჯა, იმიტომ რომ ყოველთვის ხო, როგორც ვთქვით, სულ მუდმივად იცვლება ეს რაღაცა. და ძიებაშიც ვართ. კი, და შემდეგ უკვე კაპიტალიზმის დადგომასთან ერთად იცვლება ეს ინტერესები და იდეალები და რაც ცხადია, აქაც საშუალო ადამიანია. და აქ უკვე ის ყოფითი საკითხები გამოდის წინაპლანზე, პარალელურად შეიძლება სასიყვარულო ამბავიც იყოს, მაგრამ ყოფითი საკითხები გამოდის წინაპლანზე, რაც ადამიანს აწუხებს. აი, პირველი და მეორე მსოფლიო ომი.
როგორ აისახა მკითხველზეც და ავტორზეც? პირველი და მეორე მსოფლიო ომი ცხადია ომი თავისთავად მტკივნეულია და ამან წარმოშვა თავისი ომის ესე ვთქვათ ლიტერატურა, რომელიც ზუსტად იმ ტრამვების მოშუშებას უკავშირდება და ვთქვათ რომანის შემთხვევაშიც და პოეზიის შემთხვევაშიც, ხო? ვთქვათ ჩნდება მთელი რიგი ლიტერატურაც იმის პარალელურად ვთქვათ ამ ტრამვების პარალელურად ჩნდება ისეთი ლიტერატურაც რომელიც ცდილობს რომ იუმორით გამოვიდეს ამ მტკივნეული მდგომარეობიდან და იუმორის საშუალებით გამართოს ეს ტრამვა, კი უკვე იწყება მოდერნიზმის ხანა, რასაც მოყვება თავისთავად ეს თავისი ომები ან ყველაფრიანად, მაგრამ მოდერნიზმის ხანაში უკვე როგორც ყველა წინამავალ პერიოდში მნიშვნელოვანია ვთქვათ რა სოციოპოლიტიკური და კულტურული გარემოა და ამ ყველაფერსთან განსაზღვრავს ეს რაღაცა სააზროვნო სისტემა და ეს სააზროვნო სისტემა არის ისეთი რომ ვთქვათ ის რაც ვთქვათ აინშტაინმა შემოიტანა ხო რაღაცა ფარდობითობის თეორიასთან ერთად ბევრი რაღაცა ხდება ფარდობით, იმიტომ რომ ვთქვათ ამ სამყაროს პარალელურად როგორც რომანტიზმის ხანაში იყო პარალელური სამყაროს ძიებაც არის ხო რაც ვთქვათ პოეზიის შემთხვევაში სიმბოლიზმში აისახება ხო რაღაცა იმიტომ რომ ყოველი ხილული მოვლენის მიღმა ცდილობენ დაინახონ რაღაცა მინიშნებები რაღაცაზე და რაც ვთქვათ ვაჟას შემთხვევაში ვახსენე ხო აი ესეც მიღმური სამყაროს არსებობა უკვე ნიშნავს რომ ეს ერთ რეალიზმმა უკვე თავისი ეს მოწინავე პოზიცია დაკარგა და გადადის სხვაგან და აქვე იწყება რომანები სადაც ვთქვათ ღია დასასრულიანი რომანები ეს ცოტა უფრო პოსტმოდერნისტულია მართალია მაგრამ ისიც ვთქვათ ისიც რომ ვთქვათ მთხრობელი ავტორი უკვე აღარ არის წარმმართველი ვთქვათ თუ კი რეალისტურ რომანებში არის ავტორმა ვთქვათ იცის რა დაესიზმრა იმ პერსონაჟს და როდის რაზე დაფიქრდა და ყველაფერი იცის აბსოლუტურად და შეიძლება გვატყუებს და მაგრამ მაინც იცის უკვე მოდერნისტულ რომანში თვითონ ავტორი ერთვება და ვთქვათ როგორც უნამუნოსთან არის ან სხვა ბევრ ავტორთან უკვე ცოტა მოგვიანებით იტალო კალვინოსთან და სხვასთან ეს პერსონაჟები ერთ-ერთი პერსონაჟი არის ავტორი და მკითხველიც ვთქვათ ერთვება ამ პროცესში რომ გაიგოს სად არის სიმართლე ან რაღაც თვითონაც მონაწილე ხდება მკითხველი რადგანაც ამას კიდევ წინ უსწრებს ის რომ ვთქვათ როლან ბარტმა ფრანგმა ლიტერატურის თეორეტიკოსმა თქვა რომ ავტორი მოკვდა და ეს ავტორის სიკვდილი ნიშნავს იმას რომ მკითხველი ხდება მთავარი ამ შემთხვევაში და მკითხველიც ერთვება რაღაცა თამაშის ნაწილი ხდება ასპარეზი ლიტერატურა და ავტორებს აქვთ ასეთი რაღაც ღმერთებად წარმოუდგენიათ საკუთარი თავი და ვერც გამტყუნებ, იმიტომ რომ როდესაც ქმნი პერსონაჟს და სამყაროს, ხო, შენზეა ყველაფერი იქ დამოკიდებული და აი როგორ დათმო ავტორმა თავისი პოზიცია და როგორ მოახერხა ასპარეზი დაეთმო მკითხველისთვის. რა მოხდა ავტორში? შინაგანი გადაფასება მოხდა სავარაუდოდ ღირებულებების. იმიტომ რომ ზუსტად იქიდან გამომდინარე რომ გარე კონტექსტი როგორიც იყო, ხო? ან გარე ლიტერატურული ასე რომ ვთქვათ, რაც ხდებოდა აზროვნებაში ცვლილებები, ხო? ეს უკვე არარელევანტური იყო ეს ავტორის ავტორიტარულობა, იმიტომ რომ არავინ არც წაიკითხავდა, აღარც თვითონ ავტორსაც ეჭვი შეეპარებოდა რამდენად მე ვარ ყველაფრის შემოქმედი და ამ დროს გაჩნდა ზუსტად მკითხველის შემოყვანის აუცილებლობა, ან თქვათ პერსონაჟის უპირატესობის, ხო, იმიტომ რომ არის ხოლმე ხო ეს პერსონაჟი და მკითხველი გივი მარგველაშვილს აქვს სხვათა შორის კიდევ ეს ავტორობის საკითხი, როდესაც ავტორის შედის და ეს საზღვრები როდესაც ქრება
ეს შემდეგ უკვე თეატრიც შემოვიდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენთან გაცილებით გვიან, მაგრამ როდესაც ზღვარი ქრება მაყურებელსა და პერსონაჟს მოქმედებას შორის და შეიძლება მაყურებელი აღმოჩნდეს სცენაზე და თავად ყოფილ ვარ მსგავსი დადგმის მონაწილე. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის და ემოციური. უეცრად აი ამ ქსოვილის განუყოფელი ნაწილი ხვდები, წინასწარ არაფერი არ იყო დაგეგმილი, მაგრამ შენ ზუსტად იცი რაც უნდა გააკეთო. რაღაცნაირად თავის თავად. ტროელი ქალები ხო არ იყო? არა, სამწუხაროდ. უფრო თანამედროვე მოტივების იყო. აჰა. ექსპერიმენტულ თეატრში დაიდგა და ესეც ესე იყო, უბრალოდ აღებული იყო ესქილეს ტრაგედია, მაგრამ წაკითხული იყო ჩვენ რეალობაში და ეს ტექსტები თვითონ იყო, თქვათ აფხაზეთის ომის მონაწილეების ცოლების, იგივე სამაჩაბლოს ომის მონაწილეების ცოლების და ამათი ტექსტებია და უცებ მაყურებელიც აქ სცენაზე ხვდება და ძალიან კარგი ინტერპრეტაცია იყო. უზომოდ სასიამოვნოა თქვენთან საუბარი, მაგრამ რადგანაც დროში შეზღუდულები ვართ, ბოლო კითხვებს მივუახლოვდები. ჟანრი რომ ადამიანი იყოს, როგორი იქნებოდა? მოუხელთებელი ყოფილი. რატომ? იმიტომ რომ უნდა იყოს დრეკადი, ის რაღაცა მონოლითური რაღაცნაირი ერთფორმიანი არ უნდა იყოს და ამიტომაც უნდა შეიძლებოდეს, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ რაღაც შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ არ მგონია რომ ავტორს თავიდანვე ზუსტად იცოდეს ავტორმა რას აკეთებს. იმიტომ რომ მე თანდათან იძერწება და თუ არ იქნა დრეკადი, მაშინ რაღაც ძალიან მოუქნელი გამოვა. მართალია. და ადამიანი რომ იყოს ზუსტად ისეთი როგორიც წარმოგიდგენიათ, რა გარემოში შეხვდებოდით მას და რაზე გაესაუბრებოდით? ვაიმე. იფიქრეთ. ალბათ სიზმარში. ვაუ. რატომ სიზმარი? იმიტომ რომ სიზმარიც ჩვენთვის უფრო მეტად ესეთი არა მყარია და უფრო ეს დრეკადი და დენადია და ესეთი ხელშესახები არ არის. ორივენი დრეკადები და დენადია. და ალბათ ძალიან მაგარია. და თავად ჟანრი რომ იყოთ, რომელი ჟანრი იქნებოდით? ალბათ საშინელებად. აი არ ველოდი. და რატომ საშინელებათა? აი ეს მოულოდნელობები და ეს რაღაც სასპენსი საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ჩვენმა მსმენელებმა და მაყურებლებმა უზომოდ ისიამოვნეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ისე გაიფრინა ამ ერთმა საათმა, რომ ვერ ვიგრძენი. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ უყურებდით და უსმენდით ლიტგურუს. მე ვარ თათული ღვინიანიძე, მისი წამყვანი. ლიტგურუს გადაღებები მიმდინარეობს პოდკასტ ზონაში. რეკომენდაციას ვუწევ აქაურობას. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ თავისი გადაცემა ან პოდკასტი დაიწყოს, აუცილებლად უნდა ეწვიოს ამ ზონას იმისთვის, რომ გათვალისწინებული იყოს მის შეხედულებები და ჩანაფიქრს ხორცი შეესხას. შევხვდებით მომავალ 4 შაბათს 8 საათზე დროებით.